5-ზე მეტია გრძელდება ჩხრეკა ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. მის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან შეკრებილი. სადარბაზოშიც კი არ უშვებენ ჟურნალისტის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ რეჟიმი შესაძლოა ტელეწამყვანის დასაკავებლადაც კი ემზადებოდეს, რადგან ნანუკას ფონდი აქტიურად ეხმარება პოლიტპატიმრებს ციხეში და მათი კვების ხარჯებს აფინანსებს, რაც რეჟიმს განსაკუთრებით აშფოთებს. ნანუკასთვის სოლიდარობის გამოსახატავად მის სახლთან მისული არიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც. პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკას სახლში დილის 9-ის ნახევრისკენ მივიდნენ, წაიღეს მისი ტელეფონი. პროკურატურასთან ერთად მის სახლში სუსით შევიდა. სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პირბადეებით იყვნენ, ბინიდან მხოლოდ ტელეწამყვანის მოთხოვნის შემდეგ გავიდნენ. ნანუკას ბინის გარდა პროკურატურა შევიდა გვერდით სადარბაზოში მდებარე ბინაშიც, სადაც ჟორჟოლიანის ძმა ცხოვრობს. ბინა ნანუკას შვილის საკუთრებაა, თუმცა მარიამ გეგუჩაძე და არც ადვოკატი ამ ჩხრეკის დროს არ შეუშვეს. ტელეფონი ნანუკას ძმასაც ჩამოართვეს. ქეთი ნადიბაიძე ადევნებს თვალს ნანუკას სახლთან განვითარებულ პროცესებს, სიახლეებს პირდაპირ ეთერში მისგან გავიქებთ. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. 5 საათზე მეტია საგამოძიებო უწყების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკა გრძელდება. ინფორმაცია, რაც აქ დროისთვის გვაქვს, არის ის, რომ ჩამოართვეს ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ტელეფონი და ასევე ამ წუთებში მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალურ კომპიუტერს ჩხრეკს პროკურატურის წარმომადგენლები. რას ეძებენ ისინი ამ კომპიუტერში არ ვიცით, ან კონკრეტულად რა მიზნით არიან შესულები, რაიმე დოკუმენტაციას ეძებენ, თუ სამიზნე არის მხოლოდ პირადი მობილური ტელეფონები, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჩხრეკის დასრულებას, რომ ცოტა მეტი გავიგოთ ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. აქამდე არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გაგვერკვია მათი აქ ყოფნის და განსაკუთრებული მობილიზაციის მიზეზების, თუმცა ჯერჯერობით არანაირი განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არ გვაქვს, რატომ გახდა საჭირო ამ დონის მობილიზაცია ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ამ დრომდე პოლიცია იცავს შენობის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს და იქ შესulis უფლებას არ აძლევენ გარეშე პირებს, ანუ არც მედიას, არც ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც აქ იმყოფებიან ასევე მისი კოლეგები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ცდილობს ახლა კიდევ ერთი საქმის შეკერვას იმისთვის, რომ მისთვის არასასურველი ადამიანები და ფონდები ჩამოიშოროს. აქ იმყოფებიან ასევე აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები. ზოგადობას შევახსენებ, რომ მათ ოჯახის წევრებს და ამ პატიმრებს ნანუკას დილის დილაუთენია, როცა დაგადგებიან პატარა ბავშვთან ერთად და მით უმეტეს ორსულ მდგომარეობაში მყოფს და აი კარის ჩამოღებით 4 ადამიანი და აი თავს გაგრძნობინებენ, რომ მართლა რაღაც კრიმინალი ხარ, ალბათ ყველა ინერვებდა ჩემს ადგილზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ცოტა გონზე მოვედი, მივხვდა, რაც გავიგე, რომ ნანუკას თანაჩემოსულები არიან, ასევე გუგა ხელაიასთანაც ყოფილან და სხვა ფონდებშიც მივხვდი, რომ ეს არის რაღაც სპეცოპერაცია ერთგვარი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ თავის ამომრჩევლებს და მათ მიმართ ენთუზიაზმით ჯერ კიდევ განწყობილ მოსახლეობას დააჯეროს, რომ ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟს აწყობენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან რაღაც უცხოური დაფინანსებებით. როგორც კი ტელეფონი წამართვეს, გამოირთა მას შემდეგ უკვე ამიხსნეს, რომ ეს არის ორგანიზაციასთან კავშირში, თუმცა ორგანიზაციის სირცხვილია აღარ ფუნქციონირებს ოქტომბრიდან 2024 წლის და იქამდეც არავითარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ნამდვილად არ ჩაუდენია. თქვენ უსმენთ ახლა მარიამ ბაჯელიძეს, რომლის სახლშიც დილის საათებში უკვე ჩატარდა ჩხრეკა, წაიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, ამავე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ეს ჩხრეკა მარიამ
ჯელიძესთან როგორც ორგანიზაცია სირცხვილიას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან, თუმცა როგორც მოისმინეთ, ბაჯელიძე ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს ფაქტობრივად 2024 წლიდან და მისთვის გაუგებარი არის, რა გამოძიება აქვს ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული პროკურატურას. აქ გადავალი ხლა აქ მყოფ ადამიანებთან და გავესაუბრები მათ, გავიგებ მათ პოზიციას, მათი აკყოფნის მიზეზებს. გედევან ფოფხაძეს ვხედავ ახლა. ბატონ გედევან, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. გითხარით რას ფიქრობთ პროკურატურაში დაწყებულ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით? საუბარი არის პროკურატურის მხრიდან საბოტაჟზე, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე, დაყადაღებული არის ფონდები, დღეს დილიდან მიმდინარეობს ჩხრეკები და თავად ამ ფონდების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ არც დაპატიმრებებს, რომ შემდეგი ეტაპი შესაძლოა უკვე ეს იყოს. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს და რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა ამ პროცესს არ აქვს, იმიტომ რომ აქ ვერაფერს ვერ ამოიღებს და ვერავინ მართლა მტკიცებულება იმის რომ აქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხორციელდება ფიზიკურად არ არსებობს, იმიტომ რომ არც ხორციელდებოდა, არც გახორციელდება ეს ფონდები აბსოლუტურად გამჭვირვალეთ და ღიად მუშაობდნენ ყოველთვის. რეჟიმის ამოცანა არის რომ მან თავისი სახე დაიმკვიდროს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ რომ იყვნენ. ნებისმიერი მცდელობა რაიმე სამოქალაქო აქტიურობის რომ ამ ქვეყანაში იყოს ადამიანის უფლებების დაცული, რეჟიმს თავისი არსით არ აწყობს არსებობდეს. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ტელევიზიებზე ყოველთვის დამოკლეს მახვილე კიდე, ყოველთვის ტელევიზიებში იყო მცდელობები, რომ თავისუფალი მედია არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, ყოველთვის იქნება იმის მცდელობა, რომ არ გაჩნდეს თავისუფალი ფინანსური რესურსი, რომელიც დაიცავს სამოქალაქო სექტორს და დაიცავს ადამიანის უფლებებს. ეს რეჟიმისთვის არის ჩვეულებრივი რაღაცა. შენ თუ ავტორიტარულ, ტოტალიტარულ რეჟიმს ქმნი, იქ კონკურენტი, რომელიც შეგეცილება იმაში, რომ შენ ადამიანის უფლებები ვერ დაარღვიო და ვერ იბატონო ადამიანებზე, შენ არ გჭირდება. გამდის რომ პროკურატურაც მაშინ ამ ყველაფერს თანამონაწილეა, თქვენ აღნიშნეთ რომ ხომ მტკიცებულებები თუ კი არ იარსებებს, მაშინ გამოდის რომ პროკურატურას პროკურატურა ამ შემთხვევაში არის ჩვეულებრივი მარბებელი რაზმი, ისევე როგორც პოლიცია, ისინი უბრალოდ ფორმალურად აძლევენ საბუთს აი აქ პოლიციის წარწერით მყოფ ადამიანებს, რომ მათ მერე დარბევები მოაწყონ სამოქალაქო სექტორის იმ ფონდების, რომლებიც ადამიანების უფლებებს იცავენ. სახსახად მინდა გითხრათ, რომ 12 წელს რო ასეთი რამე გააკეთებინა ნაციონალურ მოძრაობას, მე დარწმუნებულია ძალიან დიდი სახალხო მღელვარება ექნებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორები მაქსიმალურად არ დაუშვებდნენ ასეთ რაღაცას და ვინაიდან ჩვენ დღეს მთლიანად პუტინისტური რეჟიმის ფორმირების ასე ვთქვათ მოწმეები გავხდით და ამათ საერთაშორისო სამართალი და საერთოდ ადამიანის უფლებების სტანდარტი აღარ ადარდებთ, ისინი იქცევიან თავხედურად, იქცევიან უტიფრად და ეს ყველაფერი აი მათ ქცევაში აისახება, იმიტომ რომ მათთვის აი არანაირი პრობლემა არ არის გავიდნენ თლიანად სამართლებრივი სივრციდან. რასაც აკეთებენ, რაც ხედავთ. დიდი მადლობა, უსმენდით გედევან ფოფხაძეს, რომელიც ელოდება აქ მყოფ სხვა პირებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, რომ მეტი გავიგოთ პროკურატურის მიზნებთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, აქ იმყოფებიან პატიმარი დემონსტრანტების ოჯახის წევრები, რომლებიც მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ნანუკა ჟორჟოლიანს. სოფო ხუნწარიას ხედავ ახლა ვთხოვთ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდეს. სოფო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დილიდან აქ იმყოფებით, ხედავთ რა ვითარება, რა მობილიზაცია არის საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებების. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზანი აი ამ ყველაფრის და გამორიცხავთ თუ არა, რომ კიდევ უფრო მძაფრი იყოს შემდგომი ეტაპები აი ამ პროცესის განვითარების? უკვე ვერაფერს ვეღარ გამოურიცხავ, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ აბსოლუტურად მოულოდნელია ხოლმე, ესე თქვა თითოეული მათი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გათვლადი არის, თუმცა აი ვერ შევეჩვე ყოველდღურად ჩაკში ვარდები. მაგალითად დღეს დილით რო გავიღვიძე, თვალი რო გავახილე და ტელევიზორი ჩავრთე, მართლა განცდა მქონდა და ესეც თავისწლება მქონდა, ბებია რომ იყვებოდა ხოლმე 37 წელს როგორ იღვიძებდნენ ყოველ დილას და რა ხდებოდა და მეგობრებს რო უჭერდნენ და მეგობრების მშობლებს და მათთან
ხშირად შემოდიან და დაახლოებით ისეთი შეგრძნება დამეუფლა მეც და ბუნებრივი არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც სიკეთეს ებრძვიან, სადაც ჟურნალისტიკას ებრძვიან, სადაც ფონდებს ებრძვიან, რომლებიც ათასობით ადამიანს ეხმარება და ეს ხო არ იყო ეს ფონდები მარტო იმისთვის ხო არ იყო განკუთვნილი, რომ ჯარიმები გადაეხადათ, ხო? აი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უკიდურესად უჭირდა, ხო? აი ოკუპაციანტებიდან მოყოლებული, რა ვიცი, რამდენი ადამიანი სარგებლობდა ამ ფონდებით, ხო? აი ყველა ამ ადამიანს დღეს რეჟიმი უპირისპირდება და რა უნდა გამოვრიცხოთ? არაფერს არ გამოვრიცხავ და იმიტომაც ვდგავართ ახლა დღეს აქ აი ამდენი ადამიანი, რომ ველოდებით როგორ განვითარდება პროცესები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი ამაზე რეაქციას მისცემს და ყველა ის ადამიანი, რომელიც სარგებლობდა ნანუკას ფონდით იქნებოდა და სხვა ფონდებით, ალბათ დღეს ყველა ერთად შევიკრიბებით რუსთაველზე და ასეც არის ხოლმე სიმართლე გითხრა, რაღაცა რო ხდება რეჟიმი, ესე ვთქვათ, რაღაცა კაცრ ნაბიჯებს რო დგავს, მერე და მერე კიდე უფრო მძაფრი რეაქცია არის ხოლმე და პასუხი ხალხისგან და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება, იმიტომ რომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა თავიდან და საერთოდ რისთვის გვაკარგინებთ ხალხო დროს იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს ვაშენებდეთ მართლა და ყველა ვემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი პროფესიებით, ამის ნაცვლად აი დროს ვკარგავთ იმაში, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ყველანაირ კანონს მიღმა არიან უკვე გასულები, ვდგავართ ნანუკასთან, სახლთან, მთელი დილიდან მოყოლებული რომელი საათია ეხლა და ვკარგავთ დროს იმისთვის, რომ რაღაცა ჩვენი უფლებები დავიცვათ ელემენტარულად, ხო? ხო და რა ვიცი, მე მაინც გონია, მაინც პოზიტიურად დავამთავროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია რომ ყველა გამოფხიზდეს. დიდი მადლობა უსმენთ სოფა ხუნწარიას, ასეთი ახლა აქ ვითარება, ჩვენ ცდილობდებით საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, რომ შევიტყოთ მეტი თუ რას წაიღება ნანუკას ჯორჯოლიანის საცხოვრებელი სახლიდან. მანამდე გეტყვით, რომ კიდევ ამ კორპუსში მდებარე ერთი ბინა გაჩხრიკეს, რომელიც ნანუკა ჯორჯოლიანის შვილის მარიამ გეგუჩაძის სახელზეა და სადაც მისი ბიძა ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მისი ბიძის პირადი მობილური ტელეფონი არის წაღებული, რა შუაში არის ეს და რა კავშირში არის პროკურატურაში წამოწყებულ გამოძიებასთან, ეს უცნობია ჩვენთვისაც და ასევე ოჯახისთვისაც გაუგებარი არის, როგორც ასევე ვიცით, ნანუკა ჯორჯოლიანსაც მისი პირადი ტელეფონი ჩამოართვეს. ახლა მიმდინარეობს მისი არასრულწლოვანი შვილის პირადი პერსონალური კომპიუტერის დათვალიერებას, ჩხრეკაც შესაძლოა ესეც წაიღოს საგამოძიებო უწყებამ. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ ვრჩებით ადგილზე და ველოდებით ჩხრეკის დასრულებას, რომელიც დაახლოებით 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.